ურთიერთობები თითქოს ასოცირდება რაღაცა შეზღუდულობასთან, ისევ და ისევ ჩარჩოებთან, თავისუფლების დაკარგვასთან. მაშინ როცა ეს არ არის სინამდვილეში, ანუ ურთიერთობა მოიაზრებს თავისუფლებას, ხო, რომ მე ვიყო ჩემი თავი. ამის ფუფუნება ყველგან არ გვაქვს და ამიტომ არის ეს ინტიმური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ერთი ადამიანი არის მაინც, ვისთანაც მე ბოლომდე თავისუფალი შემიძლია ვიყო. ნუ რა თქმა უნდა, გარკვეული საზღვრებით რაღაცა ჩარჩოები ყველგან რაც არ უნდა არ გვინდოდეს მაინც არის, მაგრამ ეს თავისუფლების ხარისხი სწორედ მეორე ადამიანთან ურთიერთობაში არის ძალიან მაღალი. თუმცა გარემო ისე ფუთავს თითქოს ურთიერთობაში რაღაცა შეზღუდულად უნდა ვიგრძნოთ თავი, რაც ძალიან სამწუხაროა. მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც ჩემი აზრით ინარჩუნებს ურთიერთობას მყარად, არის მეგობრობის ელემენტი ურთიერთობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ რაღაცა პარტნიორები, რომლებმაც ხელი მოაწერეთ თანაცხოვრებაზე, არამედ შეგვიძლია ერთმანეთთან ვიღლაბუცოთ, ვითამაშოთ, ეს თამაშის ელემენტი, ხო, რომ ვიმხიარულოთ, ვიცინოთ, თუნდაც რაღაცა ბალიშებით ვიჩხუბოთ ერთმანეთთან, ხო, რომ ეს რაღაცა ბავშვური ნაწილიც შემოვიდეს და არ იყოს მხოლოდ ეს ოჯახური ვალდებულებები. და მხოლოდ ზრდასრულის როლი. კი ბატონო, რაც ძალიან რთულია ხოლმე გასამკლავებლად ძირითადად. და ეს რაღაცა სიხალისე ურთიერთობაში, რომელსაც მოიაზრებს, იქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია